მთილა მშვიდობის გოგოებო, აი მე რამდენი ვილაპარაკე და ეხლა ჩაერთო ვიდეო. რატო? ეს ჩავხტე. როგორ ხართ? ყველას გისურვებთ მშვიდობიან, წარმატებულ, სიხარულით სავსე დღეს. მიყვარხართ გულში. გია უსმის იეჰოვას მოწმეებზე. ანუ როგორ აგრძელებენ ამ ცირკაობას რა როიტყვიან. გუშინ რაც სწამდათ დღეს ეგრო აღარ სწამთ უკვე და სვლიან თავიანთ სწავლებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტოვებს მაგ ორგანიზაციას და ანუ ტოვებენ რა. ამის გამო როგორ დაიჭირონ. მათი ეს მიდგომები, ანუ იმაზე კი არ არის გათვლილი, რომ ადამიანს რაღაცნაირად ადამიანის სულიერობაზე იფიქრონ. არა, არავითარ შემთხვევაში. მართვაზე და კონტროლზე. გოგოებო, საშინელება არის ეს და მე არც უსმენ ხოლმე რა. ეხლა ესენი არიან, არხი აქვთ გაკეთებული უხუცესი, რომელმაც დატოვა და წამოვიდა იეჰოვას მოწმეებისგან და კიდე ერთი ის უხუცესი იყო, არ ვიცი ზუსტად, ორნი არიან, ეხლა ვისაც უსმენს გია საუბრობენ, რას აკეთებენ მართლა, რანაირად იქცევიან. სწამდათ, რომ სადღე გრძელოები არ შეიძლებოდა და სადღე გრძელოებს არ ამბობდნენ და ეხლა შეამსუბუქეს, ეხლა შეიძლება. რის საფუძველზე? თუ გუშინ არ შეიძლებოდა, დღეს რატო შეიძლება, ხო? აი ეს სვიან. გუშინ რაც სწამდათ, დღეს ის აღარ სწამთ. ერთი წუთი გითხრათ. გია, რა წერია მაგას? არა, თვითონ აქვს. გურამის აქვს. ხო. გურამის აქვს რა წერია? ინგლისურად წერია? ინგლისურად თუ წერია? მოგაჩვენოთ. ეს ალბათ გაინტერესებთ, ყავთ იეჰოვას მოწმენათესავებიან. რა ვიცი, თუ ვინმე მიყურებთ, ეკრძალებათ მათ, ვინც დატოვა ის რელიგია, ისეთ ადამიანთან ურთიერთობა ხო იცით? ერთი სიტყვით ვერ გადავედი რა არხზე გიჩვენებთ. ჩარჩოების მიღმა. აჰეთ. აი ესე წერია. აი. და ვისაც გაინტერესებთ, გოგოებო შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ. ავაგინდა? ხო, ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ, ნახოთ.
ეს თუ არა ეს ყველაფერი. ჩემთვის მტკივნეულია ძალიან და არც მინდა ხოლმე ძალიან ჩავუღრმავდე. არც უყურებდი უყურებს. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია თემები. ავადავნიოთ. ხო, ეხლა ამაზე გადავერთე გოგოებო. უღრმესი მადლობა გვერდჩით გომისთვის გუშინდელი კომენტარები იყო. ჩემთვის ძალიან გამამხნევებელი და ეხლა წავიკითხოთ ძალიან ბევრია, რამდენიმეს ერთმა თხოვა რომ ჩემ კომენტარს თუ წაიკითხავ ძალიან გამეხარდება და ამაზე კომენტარს თუ გააკეთებო და უნდა წავიკითხო მაგოგოს კომენტარი. წავიკითხოთ აუცილებლად. ეს ჩიქაში დავამატოთ ჩაქარი მე არ მინდა. იმიტომ რომ ბანანიც მაქვს, ულეოიც მაქვს. ნახოთ თუ მაქვს კიდე. უნდა იყოსო. ზავარჭამი ჩემები ძალიან მიყვარს. ვაშლატამა გააქრეს. უცხად შეიჭამა ვაშლატამა და ბანანი ეს აქ. შოკოლადი ძალიან მიყვარს. ამოდურდეს ერთი მიდიმართება. გადავხედოთ მანამ. მაგრამ ვერ მოვასწრებ უკვე ეს მაინც ამოდურდება. თქვენ როგორ ხართ? სახში არც ხელა, რა ვიცი, ძალიან კარგად ვარ სახში. გრილა. დაბლა ისეთ დროს ჩავდივართ ხოლმე მე და მათე რომ უკვე გუშინ მსხელოდა ხო, მე ამოვედით, არ მინდა ხოლმე რომ ტელეფონში დიდხანს იყოს და ამიტომ მირჩენია გარეთ ჰაერზე ვიყავთ, მე ამოვედით ხის გიში ახლა ხეებია ჩვენთან აქვს, რომ გავდივარ ვიღებ ხოლმე ხო ნახეთ. რომ გამოვი ხეებია და მადეთ ჩრდილებია ხოლმე. ხო. და მიჩვენია ხოლმე რომ ჰაერზე ვიყავთ, მე ამოვედი, საჭმელი გავაკეთე, რაღაცა ფრაგმენტები გადავიღე ვიდეო და ისევ ჩავედით და ზაგვიანობამდე ვართ ხოლმე დაბლა. ტელიკრე დაბლა ვართ, მე და ჩემი ბიჭი და ამიტომაც არ უნდა სოფელში წამოსვლა. არ უნდა. ეს იდე მაგ ძალიან მივეჩვია, მოკლედ და მომწონს. და იდეალისია.
სამჩა გასაწევი და ჩაიგურება ხოლმე ვერ ჩამარ კარგად. მიხარია ყოველი დღის გახსნა და მიყვარს. ყოველი დღე ხო ახალია გოგოებო და ჩვენ არ ვიცით დღეს რა მოხდება. ამიტომ უნდა დავხვდეთ, ობა, ყოველ დღეს რაღაცნაირად სიხარულით შემობრძანდეს ჩვენთან და მოგვიტანოს ძალიან დიდი სიხარული. როგორ მიყვარს ჩემი დილა. თქვენ ხო არ იცით. გია ეხლა ესეთი რაღაცებით არის დამოხტული, მე მაგაზე საუბარი სულ არ მინდა. არ მიყვარს. აღარ მიყვარს მაგაზე საუბარი. ვისაც გაინტერესებთ უყურეთ. გურა მიქვია მაგ ბიჭს, მაგის არხს და ძალიან დაწვრილებით ხსნის ეგ ბიჭი მათ ყველაფერს. კარები მოხურე გია. კარები. კარები გითხარი ხო? ეს კი აღარ მინდა ახლა ის რო ჭამე. იოგურტი. შეკარ ჩამიყარი. ჩავყარი ხო? და რა ოჩაღი გოგო ხარდაც. ძალიან. ოჩაღესი ვარ. სხეულის ენა. ხო მაგას ვკითხულობ. გადავდოთ გვერდზე სხეულის ენა. ვკითხულობ. ბანანი გვაქვს. მოდი წავიკითხოთ გოგოებო კომენტარი. მომეც ერთი საქმე. სოხუმის პიტომნიკში არ უნახია თინდერი ბანანი რაც ჩვენს ახსნია. აღარა ჭამენია. ვინ ბავშვი? ბავშვი ვიარი კარებია. 24 საათი ეს ბანანი. ატამი გააქრეს. საფეთქი მომაწოდე. დია. მეც დავეხმარე მაგას პინკეთობაში. მოგწონა? ნუ როგორია იცი? ჩემო ბევრი არაფერი არ აქვს, უბრალოდ აეროპლანს გემრიელია. და რომელსაც გემოაქვს ის უკვე ის არის. ძნელი საჭმელია. ბიბია და წვენა. ჩემი გაზის. ხო. ზე არის კმიჩი. კარგად ჩამოაყალიბა გოგო. ცნიერებათა დოქტორი ვარ ადმის დარგში. ო, ადმის დარგში. არ მინდა მე მაგაზე საუბარი გიათ. შეიძლება დიდიც ახარ დამოხტული. ხო, არა. ვუთხარი საიტი და ვისაც აინტერესებს, ნახავს. ესენი სპეციალისტები არიან ეს ბიჭები. ესე იგი, სიახლე არის თუ არა რამე იმ წუთში მიმაშვებიან, რა ქვია. აცნობენ ადამიანებს და ამხელენ. ცოტა დიდი კომენტარები კი მოვიდა ჩემთან გოგოებო, მაგრამ წავიკითხოთ ნელ-ნელა. კომენტარები ძალიან გვაახლოვებს და იმიტომ მიყვარს. ძალიან მიყვარს კომენტარები. ხალხო, ნამდვილად გამკვირვებია თქვენი, ანუ თქვენ უკეთ იცით რა უკეთესია, ან როდის უფრო ბედნიერი იყო ჟანა, რომ უკონკრეტებთ თან, რა ურჩევნია გააკეთოს. ანუ თქვენი აზრით
ნიკოლი ესეა წერია, არა წერია სახელი. ანუ თქვენი აზრით ამ ხელა ქალმა არ იცის რა უნდა და თუნდაც არ იცოდეს, ასე ვსწავლობთ ადამიანები, რა მართალია შეცდომებზე. ჩემი აზრით, თუ ვინმეს გაინტერესებს ჟანას არაფერი დაუკარგავს. ხალხი წლობით წასულია საზღვარგარეთ, შვილები დატოვილი ჰყავთ. თბილისში სახლი კიდევ ვერ უყიდიათ. რაც ჟანამ და გიამ საქართველოში ცხოვრებით შვილებთან ერთად შეძლეს. თავარია ჭერი გქონდეს ადამიანს და გაკეთებით გაკეთდება, როცა იქნება. თუ სოფელში ენდომება წასვლა, ისევ გაყიდის და წავა. ვისაც გასაყიდიც არაფერი აქვს, იმან იდარდოს. საქართველოში იცხოვრო ოჯახით, სახლი გქონდეს, საკვები, ეს უკვე მიღწევა. აი მე რა მართალსაც ეს გოგო რა. მართლა ესია, სახლი რო გაქვს. გაკეთებაზე არ არის აქ ლაპარაკი და როგორ მდგომარეობაში არის სახლი, ამაზე არ არის ლაპარაკი. სახლი გქონდეს, ჩვენ ახლა არაფერში არ ვიზღუდებით, პირობები ხო რა თქმა უნდა ახლა გასაკეთებელია, მაგრამ შუქი, ინტერნეტი, გათბობა, მთელი ზამთარი ნიკა მოკლესახლება მაიკიცის, ძალიან თბილი სახლია. მაგასაც ვითვალისწინებ სოფელში, ხო აი სოფელშიო, გადადიო მოგენატრა, სოფელი ცივი არის. ძალიან ცივია სოფელი. მაშინ რავი, უმაღლეს დონეზე უნდა გქონდეს გაკეთებული, ეხო ეგრეა რა, მომეხმარე. ეგრეა რა. უმაღლეს დონეზე უნდა გქონდეს, მაგრამ 1-500 ლარი მაინც უნდა გადაიხადო თვეში. კი. ძალიან ძვირიჯდებოდა გათბობა. მე მახსოვს, რომ სადღაც ზამთარში თვეში 300 ლარამდე ვიხდიდით, ხო, გაზის ფულს. კი. და ეს იმ პირობით თუ ყველა კარები გამოკეტილი იყო და მარტო იმ ერთ ოთახს ატყობდი. ხო? ზალს. ხო ეგრე იყო. იქით მერე ფეთში გვედგა უკვე. შეშითაც მაშვრებოდით. ვაშველებდით, მაინც მციოდა გოგოებო. საბოლოო ჯამში ვერ გამოდიოდა. თვებოდი. უი, და მავიწყდა რომ გუშინ მეთქვა. ცივა. 500 ლარი გათბობას უნდოდა. 500 ლარით თან ვერ თვებოდი კი. მაინც სპალნებში მერე რო შეაღებდი, მერე სახლით ცივდებოდა. ხო, აი ბოლომდე ჩავიკითხო, ადამიანი სრულიად შეიცვალა გარეგნობით უკეთესობისკენ. თქვენ უწერთ, რომ არ გინდა სიგამხდრე, ავადმყოფს გავხარო. მართალია ესე ზოგიერთები წერენ. რაც არის დიდი სიცრუე, ჟანა ნურავის დაუჯერებს, ხალხი შურიანია. სიგამხდრე ძალიან გიხდება და შეინარჩუნე, გაუფრთხილდი. ასე ადვილი არ არის 30 წლის შემდეგ დაკლება, შენ კი ეს შეძელი. რაც ჟანამ სახლი იყიდა თბილისში, მას შემდეგ 3-ჯერ გაძვირდა ბინები, ასე რომ მოგებულია ყველანაირად და ტყუილად ნუ ცდილობთ გულის ტკენას. აი ძალიან კარგი კომენტარი იყო გია რა, ყველანაირად. და ეხლა გათბობაზე ვლაპარაკობდით. პირველი შემთხვევა არის ჩემ ცხოვრებაში, რომ აი ესე თბილად ვატარებ ზამთარს. სტუდბინაშიც არა თბილოდა, კი ხო პატარა სახლი იყო, ვიყინებოდი. იმიტომ რომ კუთხის ბინა იყო და ჩვენი ერთი მხარე, ხო. რა ვიცი, კილომეტრობით მინდორი იყო იქით და ქარი როცა იყო ძალიან ცივი იყო რა მაქვს. ძალიან ცივდა. და ის ბინის გაძვირებაზე რაც მაგ კომენტარში თქვეს, ეხლა ჩემ დიშვიმა ხო იყიდა ხო. ორთაჭალაში. ახალი პროექტი, კარგი ბინა იყიდა და მარტო პარკინგში სთხოვეს 15,000 დოლარი. და ჩვენ ფაქტიურად 22 პარკინგის ფასადა გვგნაყით რა, მარტო პარკინგი. ვისაც ვეუბნები რა მივეცით ბინაში. ბინაში ჩვენი ბინის ფასი ყველას უყვეს. ეხლა ცოტა კაპიტალური გარაჟი რო იყოს, შეიძლება ისიც აღარ მოგწერ ამ ფასში. ჩვენ ვიყიდეთ 3 წლის წინ, გოგო. და დაბლა ერთი ქალი მეუბნება, რომ 15 თუ 13 წლის წინ გავყიდე ოთახნახევრიანი 45,000-ში.
ჩვენი არის სამოთახიანი. სულ გაკეთებული, რა თქმა უნდა. ძალიან კარგად, ყველაფერი. რემონტი ხო ის ფასი არ არის, რაც თვითონ სახლი. ვერ გავყიდეო გიაბინაში. მე ახლა ამას ნელ-ნელა გავაკეთებ ისე რომ შვენივრად გამოვა. კი. უკანა ოთახები უკვე გამზადებულია. მარტო შპალიერი ყავთ, ხო? ნელ-ნელა გამოვყვებით ასე რომ თავი სახლი იყოს, ჭერი იყოს, დანარჩენი ყველაფერი გაკეთდება. სანერვიულ არაფერია. არა უბრალოდ სადღაც რო გადადიხარ გარკვეულწილად რაღაც პერიოდი ადაპტაციაზეც მიდის რა. დრო დამჭირდა პირადად მე თბილისში რომ რაღაცნაირად ადაპტაცია მოახდინო რა. შეგუებოდი. ხო, აი ეს შოკოლადი აიღე. აი დღესაც კი მაგ პროცესში ვარ, ხო 3 წელიწადია გასული შენ. ხო. მაინც ეთყობა 18-20 წლის ასაკში რო გადადიხარ, უფრო მალე იგულებ, მაგრამ ჩემთვის მაგალითად ცოტა რთულია რა. რაღაცებზე წლებია უკვე მიჯაჭული იყავი და გარკვეულწილად ამ სიახლეს ებძვის ის წარსული. ზოგჯერ მეც მაგ ხომ ეგია ეხლა, სადაც გაიზარდე, სადაც ამდენი წელი გაატარე, მოგინდება რაღაცნაირად, მაგრამ აქვეა ჩადი და ნახე. ხო ვიყავით. ძალიან მაგარი. ნატენში. ხო, გულიქით მიგვიწევს ხომ ისე, იმიტომ რომ ეს გასაკვირვი არა. მიჯაჭულობა გვაქვს. მე იქ გავიზარდე, მით უმეტეს. ასე რომ შემოკარგო ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია ამ სახლში ვინ ცხოვრობს და როგორ ურთიერთობენ. მე ჩემთვის ეგ არის ყველაზე მთავარი რემონტი. ურთიერთობების რემონტია ყველაზე მნიშვნელოვანი და ურთიერთობები იყოს რო იტყვიან თბილი თავის დროზე გრილი კარგი გაგებით, ანუ კომფორტული რო იყოს. ხო. კედელს კი არა აქვს დიდი მნიშვნელობა, არამედ ვინც ამ კედლებში იმყოფებიან. რა თქმა უნდა. თორემ ეხლა ძალიან გარემონტებული სახლებიც მინახია და ვიცი და ურთიერთობები აქვს გასარემონტებელი. საერთოდ აღარანაირი პეცი აღარ აქვს. რამდენიც კიდე კი. რემონტებს და იმ სახლებს, ხო? კი. გაქცევაზე რო ხარ და ზოგი თავსაც კი იკლავს, როგორაც დააღწიოს ეგრეთ წოდებულ გარემონტებულ სახლებს. ისეთი საშინელი ურთიერთობებია და ამასაც თავისებური დრო და რესურსი სჭირდება, რომ ურთიერთობებიც იყოს კარგი. ამასაც დრო. ხო, და მე მადმიგდის, ხო? ეგ ხო, ენერგია. დრო ენერგია გია და რაღაცა სხვა იმდენად ვეღარ აკეთებ. ხო, მეორე ხარისხოვანი გამოდის ეს ყველაფერი და იმდენად ის აღარ არის. მეორე ხარისხოვანი. აფექტურ მდგომარეობაში არა ხარ, ოღონდაც ამებზე იფიქრო და ეს აკეთო. ხაცისთვის პირველ ხარისხოვანი ეს ყველაფერი არ არის მეორე ხარისხოვანი. ნუ ახლა ეს უკვე პირადი გემოვნება არის ვისთვის რა. ო და ეგეთები არიან, ვინც მერე წერენ, რომ უი დედა რა. ვირაში ხედავს სიხარულს და ფასეულობებს, მაგალითად დღეს არიან ადამიანები, რომლებიც რა ვიცი, მარმარილოს სასახლეებში ცხოვრობენ, ხო? ბასეინები, ჯაკუზები და რა ვიცი და იყვნენ ფილოსოფოსები, რომლებიც კასში ცხოვრობდნენ. გამოქვაბულებში. ანუ რას აფასებ? ეგ არის. მთავარი და როგორია შენი? ხო. ნუ ეფარები. მაკედონელს რო ალექსანდრე მაკედონელს. მაგას გააკეთე ყველაფერი შემიძლია მოგცეო, თელესოფლიო დავიყარიო და ცოტა იქით გაიწიემ ზესნუ ეფარები, ამაზე ძვირფა შენ ვერაფერს ვერ მომცემ. ნახე ადამიანის აზროვნებას, რამდენიმე დამოკიდებული. ხო და სახლში თუ მზეა? ხო. ეგ არის მთავარი და დანარჩენი თვითონ სახლი რისგან არის გაკეთებული, ახლა თუ კი ხოლოდ იმაზე ვიფიქრებთ ნაფ-ნაფი, ნუფ-ნუფი და ნიფ-ნიფი, ხო იცი, სხვადასხვანაირი მასალით რო იყო სახლები აშენებული. ხო. ქვით აშენებული უსაფრთხო იყო, ხო? დანარჩენები მაგრამ ხო, უსაფრთხო არის მთავარი.
მალე თავის ჩამოიშალა და მოვალეობებს ასრულებს და ახლა იმ ესთეტიკას ნელა გაკეთდება. მართლა ის ალამაზებს, რაც შიგნით ხდება ამ კედლების მიერ. მაგალითად ხიდის თავში ძალიან მიყვარდა ჩემი სახლი, ხო? მიყვარდა კი. ხო, კარგად იყო ყველაფერი მოწყობილი. მერე რომ ქირით გადმოვედით ცოტა ხანი თბილისში, რომ გაინტერესებდა როგორ აღიქვავდით, როგორ კომენტარიც შევეგუებოდით. უნდა წავიკითხო, ყველას ვერ წავიკითხო. მე ხო მიწევდა ჯერ ისე 1-2 თვე ისე ხიდის თავში სამსახური იქ ამქონდა ხო გორში. ხო გარემონტებული იყო, ხო ლამაზად იყო ყველაფერი გაკეთებული. ისეთი ცივი გახდა. ჩვენ რო იქ არ იყავით. ისეთი არაფრის მთქმელი იყო ეს სახლი. რომ მივდიოდი. შუქებსაც კი არ ავთავდი. სიბნელეშივე შევდიოდი და ვწვებოდი ღამე რომ მივდიოდი. აი არაფერი ინტერესი აღარ აქონდა ამ სახლს. აბსოლუტურად რაღაცა ის მოჯადოვებული რაღაც ბუნგალო გახდა ჩემთვის რა. რატო იცი? ის მთავარი აღარ იყო. რატომაც თურმე მოდიოდა ხოლმე. ესე იგი სამსახურს როდის ამთავრებდა იცი 2 საათზე ზოგჯერ ამისა და მე მოდიოდა ხოლმე თბილისში. ხამი. 2 საათი. მაერუც. არც ის მაინტერესებდა ქათმები შევიდნენ იმაში რა ქვია საქათმეში იყვნენ, აღარ იყვნენ, რავი დღეები გადიოდა აღარ შევიხედებოდი ხოლმე. ხო, ძალიან. რაღაცას დავყრიდი. აი ეგ არის შანა რა. თავარი თუ არ არსებობს და ადამიანები ბედნიერებისკენ რომ უნდათ ისწრაფონ და მხოლოდ მატერიალიზმით უნდათ რომ გაილამაზონ ცხოვრება. ბედნიერები მაინც ვერ ახდებიან. ვერ. თუ ეს სულიერი მხარი არ არის, ხო, დაბალანსებული, სიყვარული თუ არ არის, პატივისცემა თუ არ არის, მხოლოდ ნივთები ვერ ახდის ადამიანს უფრო ბედნიერს. იმიტომ რომ დროებითი ეს ყველაფერი და ერთფეროვანი და ურთიერთობა მრავალფეროვანია. ხო, ყოველ დღე სხვადასხვანაირია ჩვენი ურთიერთობა. კი, რა თქმა და უნდა, მაგრამ ამ ყველაფერში სილაღე და სილამაზე და იმ შვალიერს მომოვიდან ეხლა როცა იქნება გავაკრავ და იქნება წლები ერთ და იგივე შვალიერი მოგწყინდება ხო იგივე მოგწყინდება ხო ჭახ ჩამოკიდე ხო გაგეხარდება ლამაზია ერთ ორ თვეში შეიძლება აღარც აიქნე მოგწყინდება კი არა შეგუები რა ამ ყველაფერს ეგ არის ხო და ურთიერთობა კიდე ყოველდღიურია და ცოცხალია და ეს თუ არა გაქვს წარმოიდგინე მარტო შპალიერზე და ილუსტრაზე რო ხარ დამოკიდებული რომ ბედნიერი უნდა იყოს. ხო რთულია. მე ყოველდღე უნდა ცვალო მაშინ ეს ყველაფერი. ყოველდღე. ან მინიმუმ 3 თვეში ერთხელ მაინც სანამ ეს შეგუების პროცესი ჩაიგდეს. არა, მაინც ვერ შეგისურს იმას. არა. რაც გაკეთე. უბრალოდ ერთადერთი კარგი არის რომ თავისებურად დისციპლინა ყალიბდება სახლში რა ყველაფერს თავისი ადგილი როცა აქვს სისუფთავის რატომ მინდა ეს ყველაფერი? იმიტომ რომ სისუფთავე რომ უფრო ადვილად დაიცვა ხო და ასე შემდეგ ნივთები წვალო გოგო და მაგიტომ მინდა მე არ შემიძლია ძალიან აი ესეთ ქაოსში და იმაში მე შინაგანათაც ვირევი მე და იმიტომ მინდა მაგრამ გახსოვს ძალიან ძნელია გასარემონტებელი სახლის დალაგება ზღვაზე რო კარვით ვიყავით ჯანა ხო ხო ნაჭერია ეგ რა სახლი ხო მაგრამ როცა კარგად აღწევთ თავს ეგრეთი სახლიც კი ის არის ბედნიერების იცი მათ ორი ძალიან კარგი იყო მაინც კარგი იყო ჩაგუგუნებულები რომ იცეკით ხო გახსოვს რბილი იცით მატრასები კარგი იყო ეხლა ერთი კომენტარიც უნდა წავიკითხო გიამ თხოვა ამ გოგომ რო წაიკითხება მარიამი იანა დინა მშვიდობისა ძვირფასო პირველ რიგში აღნიშნავ რომ ძალიან რთულია ასე ისაუბრო სხვა ადამიანის შინაგან სამყაროზე მაგრამ თუ საუბრობ ჩემი აზრით ყველა ასპექტი უნდა გაითვალისწინო ჩემი დაკვირვებით რაც თბილისში ჩამოხვედი ბევრი კარგი რამ მოხდა მეტად ხარ ორიენტირებული რომ განვითარდე ისწავლო წიგნები იკითხო
რაც დასაფასებელია. ამას რატომღაც არავინ აღნიშნავს. ყველგან შეიძლება იყოს ადამიანი კარგ ან ცუდ ხასიათზე. გია, ეს დაიმახსოვრე. ხო ეგრეა. ყველგან შეიძლება. იქ არის უბრალოდ რაც დრო გჭირდება რომ რაღაც დრო გჭირდება რომ აქაც ნახო შესაბამის სამსახური ის რაც გაგაბედნიერებს რეალიზება ერთი წუთი დამიკარგა რეალიზება დასაქმება და ასე შემდეგ რაც ახლა გაკნი ვინ გეუბნება სუსტი ხარ ადექი და წადიო ფიქრობ ფარული შური ამოძრავებთ რადგან რაც შენ შეძელი 99%-მა ვერ შეძლო წლებია გადევნებ თვალს და მხოლოდ საკუთარი ძალებით შეძელით შენ და გიამ ეს ყოველივე წინ ბევრი წარმატება გელით ვისაც დანახვა არ უნდა ვერც დაინახავს მთავარია რომ თქვენი შვილების წინსვლისთვის ბევრ რამეს აკეთებთ ესეც დავიმახსოვრებთ შვილებზე კი მიყვარხარ და დიდ პატივს გცემ გამიხარდება თუ ვიდეოში წაიკითხავ და შენ აზრს გამოთქვავ ჩემ კომენტარზე უღრმესი მადლობა მარიამ ძალიან კარგი კომენტარი იყო ეხლა გია რაზე თქვით დავიმახსოვრო თუ რამდენიმე ის იყო საკითხი პირველი იყო რომ ცუდ ხასიათი შეიძლება ყველგან იყო ან რაღაცა მოიწყინოთ არა ქვია გინდა რომ ასადმე გაისეირნო გარემო შეიცვალო ხო იგია როგორი გარემოტებულიც არ უნდა იყოს სოფელში იქნება თუ ქალაქში სოფელში ცხოვრობდი და იქაც რაღაცნაირად დროდადრო მოგინდება ხო სადმე გახვიდე მე რა რო ბაღი გაქვს იმ ბაღმას მოწყენა იცის ახლა ერთი და იგივე ზოგი თავის ბაღში ერთ შედის გოგოებო სოფელში ბაღებიც აქვს და ბაღჩებიც აქვს და ხილიც აქვს და რა ვიცი იქ არ გავიზარდე შეიძლება დღე გავიდეს და არ შეხვიდე იმ ბაღში და სადმე გინდოდეს გასვლა კიდე მეორე ის იყო განვითარებაზე აქ მეტი დრო მაქვს მართლა რომ ან წიგნი წავიკითხო ან რაღაცას ვუყურო ჩემი არხები მაქვს რამდენიმე რითიც რაც მაგალითად მავსებს მომწონს და ვუყურებ სოფელში უფრო მეტი საქმეა დაკავებული ხარ უფრო მეტად და უფრო ნაკლები დრო გრჩება კიდე ის რომ ბავშვებს არც ერთს არ უნდათ იქით გახედება ხო ეგრეა არც ერთს არც პატარას და არც დიდს და ბოლო რა იყო იქ ამ გახსოვს რა თქმა უნდა ჩვენ თუ აქედან გადახვალთ ვიქილი გადავალთ საკითხს იმდენად წარმოუდგენელია მისთვის უკან ხო გადასვლაზე ხო მართლა ბავშვების განვითარებას რაც შეეხება ჟენა სკოლა სახელმწიფო სკოლები თითქმის ერთნაირია ხო კი შეიძლება თქვას ვიღაცამ რომ რა მნიშვნელობა რომელ სკოლაში იყოს მაგრამ აქვს მნიშვნელობა დღეს მაგალითად მათე ძალიან შეიცვალა რაც თბილისში გადმოვიდა იქ ფაქტიურად სოფელში ძალიან ცოტა იყო ბავშვები ჩვენ მხარეში და მარტო კინა თამაშობდა რა სუეზოში იყო ველოსიპედით რაღაცას ჭირკედელაობდა ხან ხეებზე აძვრებოდა აი სულ მარტო იყო რა მარტო და ჩვენობაში კიდე იმდენი ერთი 30 ბავშვი ერთად თამაშობენ ხოლმე იქ სკვერში იმიტომ ძალიან ერთობა აქ უყვარს ძალიან და მე ვფიქრობ რომ სოციუმში რო იზრდება ბავშვი ძალიან მნიშვნელოვანია მარტო სკოლა საკმარისი არ არის რაღაც მიზეზების გამო ნიკა ვერ გაიზარდა ეგრე ნიკაც თითქმის ისე იყო რაღაც ჩაკეტილივით იცით თქვენ ის გამოც და მათეს უკვე ეგრე აღარ გავსვით გოგოებო მათე ბავშვებში უნდა გაიზარდოს მეც იქ ვარ ამის გვერდზე ხომე თან ბავშვებშია მთელი დღე მეც იქ ყურადღებას ვაქცევ უყურადღებოთ არ მყავს რა თქმა უნდა არც ერთი ბავშვი არ არის დაბლა სხვათა შორის უყურადღებოთ ზოგს მამა ყავს გვერდზე ზოგს დედა ყავს გვერდზე ზოგს ბებო ყავს გვერდზე გუშინა ესენია ცვა
კი, ჩაიცვა. ნიკა ძაამაგრა შეიცვალა თბილისში. ნიკა შეიცვალა. რა თქმა უნდა. უფრო გაიხსნა, უფრო თავისუფალი გახდა. მეგობრებიც ხო, ეხლა ეს ოჯახზეც არიგია დამოკიდებული რა, ჩვენ სახში როგორ ხდება, როგორ ვარიგებთ, რას ვეუბნებით, როგორ ვეუბნებით. ყველაფერზე არის, ხო. თბილისშიც არიან ჩაკეტილები, რამდენი წინდა. აი მათ ეს ტოლები, რომ გარეთ არ გადიან, დილიდან საღამომდე ისა რა ქვია, იმაში არიან ჩამწვრალი ტელეფონში. ესეც არის კი აიღო, მაგრამ ეხლა ცოტა ხანში დაბლა ჩავიყვან. და იქ ითამაშებს. ხო, მე არ მინდა რომ ჩემი შვილები ჩაკეტილები იყვნენ, არავითარ შემთხვევაში. არა, ძალიან ბევრი სიახლეები მოყვა შანა. რაცა გადმოვიდა გასაგებია პირობები. ცოტა ხანი იმას იმდენი დადებითია რომ ამას ხო. არა. ხო ეგრეა. კი, აი როგორ არის, თუ შიგნიდან რაღაცა გეუბნება, რომ ეს შეცდომა იყო. ხო. და ნეტავი უკან დაუბრუნდა. შეცდომა იქნებოდა პრინციპში ჩვენ შვილები რო არა ყოლოდა და ისე გადმოსულიყავით იმ ბინიდან, უკვე ამასებში. აი მაშინ შეიძლება მე თქვა რომ აი შეცდომა იყო რა ძალამად არა არ ვიცი. მაგრამ ეხლა ზუსტად ვიცი რომ ეს შეცდომა არ არის. ჩაკეტილობა იყო. კი, რანერი ასაკშიც არ უნდა იყო. ხო, იყო. აქ მეტი ისა გაქვს. მენტალური თავისუფლება გაქვს რაღაცნაირად, უფრო არ ახლა ჩაკეტილი მდგომარეობაში. არა. არც სახლში. მართალი ხარ, გია. ყველანაირად ის იყო რა ქვია. აუცილებელია. აზროვნებაც უფრო რთულია სოფელში. ხალხისა. რა მხრივაა? რა მხრივ აი მაგალითად დაზაბულები არიან? ჩვენ ქუჩის ქუჩაზე ის ჩამოდიოდა რო წყალი. ხო. როცა წვიმის დროს დიდი რაოდენობის წყალი მოდიოდა, იქ იყო ერთი დიდი ქვა, რომელსაც ურტყავდა და მიმართულებას უცვლიდა მეზობლის სახლის მიმართ. და ამ ორ მეზობელს, ვის ბაღშიც იყო ეს ქვა და ვის სახლისკენაც მიდიოდა, აი გაუთავებელი კამათი ჰქონდათ, რომ ამ ქვას ცოტას მოვატეხავ, რომ უბრალოდ რუ სწორად წავიდეს. აი მაგის გამო მე ჩემ ბაღში შევაო, ხო? არა, ეს ქვა ისე მიყვარს, ეს ჩემი წინაპრების ის არის. აი წარმოიდგინე. აი ესეთ პატარა რაღაცაზეც კიდე გაუთავებელი ომები და ბრძოლებია და აი სოფელი ვინც არის გაამბობთ, რომ აი ისეთი კარგია და გოჭები და ქათმები, გოჭებისა და ქათმების გარდა იმდენი პრობლემები და სირთულეებია იქ ურთიერთობებში. ხო, თბილისში ვინც გაიზარდა ეხლა შეიძლება არის ყველაფერი და რომელიც ღობის აქეთ არის, შეიძლება მაგაზე დიდი ჩხუბი მოგივიდეს ისა რა ქვია. პატარა მიწის გამო ერთმანეთი იყოს თქვენთვის ეს სიურპრიზი. როგორ? პატარა მიწის გამო მოუკრიათ ერთმანეთი. ო ერთი ბარის პირის ისა ძმებს ზომის მიწის გამო, ხო. პირადად ჩვენ რომელ სახლშიც ცხოვრობდით. ხა რა თქმა უნდა, ისი არ მინდა დაგანახოთ, რომ ძალიან ზუსტზე ხდება. ეხლა ეს უკვე ადამიანებზე არის, ვინ როგორი არის, რა თქმა უნდა. არ ხდება. მაგრამ რთულია მაინც იმათ. ხო, აი მორწყვა მაგალითად ბაღისა ხომ ძალიან რთულია სოფელში. კი, კამათი. ძალიან კამათები ხდება, ძალიან ხშირი. ხო, და არის რაღაც ჩვენი ბაღის ბოლოში სხვა ბაღი იყო და სახლი. ეგ იყო ძმების ცდილობენ რომ ბოდიში გია ცდილობენ რომ თვითონ დაიშორონ საღორეები თავიანთ სახლს და სხვის სახლს მიადგან გვერდზე და ესეთი რაღაცეები ხდება გოგოებო. მე ვიღაცის ღორების უნე გაყროლებს და შენ არ გინდა კაცო, არ მინდა ის ღორი. არ მინდა და ვიღაცის ღორის უნდა შევეგუო. რა ვიცი რა. ნუ არის აი ხო გელაპარაკეთ ახლა ცოტა უფრო მათ რა ქვია. მაშინ ძალიან ფართო ტერიტორია უნდა გქონდეს. ფართოდ უნდა ცხოვრობდე. აი ძალიან უახლო ერთმანეთისგან დაშორებული. ოიც.
ბინები. აი ეგრე უნდა ცხოვრობდე მაშინ. ტყეში უნდა ცხოვრობდე მაშინ. თუ არა და ესეთ რაღაცეებზე ხშირი კამათი ხდება იქ და ვიცი რა, იმიტომ გეუბნები. და გამოსცადო რომ მიხვდე ეს ყველაფერი. რანაირი თკბილი ურთიერთობებიც არ უნდა ჩამოაყალიბო, მაინც ამ ყველაფრის გარეშე ვერ ჩაევის, სულ კამათი, სულ კორპუსი კიდე სხვანაირი ის არის რა. ათთავია წყალი არ ჩაუშვა ვიღაცასთან, თუ არაფერი შეხება არ აქვს შენთან. უკვე სახლებიც დაზღვეულები აქვთ კი, ამეც კი ვფიქრობ რა. სხვათა შორის დაზღვევებზე მე ვილაპარაკოთ გოგოებო, ძალიან კარგია რა. ადამიანის ჯანმრთელობის დაზღვევიდან მოყოლებული ყველაფრის დაზღვევა თუ გაქვს საშუალება, ეს არის ძალიან მაგარი. წავედი ახლა, ძალიან გაგუგიძებდა. რა ვიცი, აბა იმედი არის რომ ცოტა უფრო ღრმად ჩაგახედეთ და ეს ადამიანები, ვინც მაგალითად თბილისში გაიზარდა და რაღაცა ერთი წელი გადავიდა სოფელში და ხალისობდა, ეს სხვა არის გია. ეს სხვა არის. კიდე მინდა გითხრათ, რომ ისი არ მინდა ეხლა გამოვიდეს სოფელი. ცუდია, რა თქმა უნდა, არ არის ცუდი და რა თქმა უნდა, ეხლა სულ ცუდი ამბები ღმერთმა დაგვიფაროს. რო ხდებოდეს, მე ვთქვი, რომ იმ ქათამსაც და იმ ყველაფერს სიხარული მოაქვს. ან არ მოაქვს. როცა შენი გაქვს, შენსას შენი მოგყავს და მე ამ ყველაფრის შედეგს ხედავ, ხილი გაქვს, შენი ხელით რომ მოწყვეტავ ამ ხილს, ძალიან კაია, მაგრამ პრობლემებიც არის და იცით რა არის, ეს ყველაფერი ადამიანმა თვითონ უნდა განსაზღვროს, სად ურჩევნია. ქალაქსაც აქვს, რა თქმა უნდა, თავის პრობლემები. იხუთებიო და 40 კვადრატში ხარო და კი, იქ ფართოდ ხარ უფრო, რა თქმა უნდა, მით უმეტეს ზაფხულში, ხო? და არც იხუთები. შარშან როგორ გავიდა, შარშან ხო სოფელში ვიყავით ჩვენ. ზაფხული ვერ გავიგე გია. ხო ეგრე იყო, ციოდა რა, ციოდა დაბლა ოთახებში, ცივა ხოლმე ჩვენთან. ხო, და ადამიანმა თვითონ უნდა განსაზღვროს, სად ურჩევნია. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. ვინ ყავს სოფელში თუ ცხოვრობ. ერთი ოჯახი ვით არის სოფელი გოგოებო, აბა წარმოიდგინეთ ერთი ამხელა ოჯახი როგორ არის? მე ახლა ჟანა ერთმანეთის საქმეებში უყვართ. ქალაქში დავიბადე და ქალაქში გავიზარდე. ხო. ცხინვალში. ხო. ქალაქში ისე გავიზარდე. მე გორში დევნილობის პერიოდში რო გადმოვედით, ისევ ქალაქში ვცხოვრობ. ეგ 5 წელიწადია, რაც მან ვიცხოვრე. ცხოვრე და ვერა ერთი რამოდენიმე წელი რაღაცნაირად ვიხარეს. ამბობ რომ გიყვარს, მაგრამ მე ვერა. ჩემი არ არის რა სოფელი. არა. ვერ შევეჩვი. და რაც შენი არ არის, ის ჩემიც არ არის, იმიტომ რომ მე მარტო რა შემიძლია, მით უმეტეს მე ახლა სოფელში კი გავიზარდე, მაგრამ მე არანაირ სოფლის საქმეებს საერთოდ არ ვაკეთებდი, სახლში ვიყავი სულ, აი ქალაქურად მართლა. მე რა შემიძლია სოფელში გავაკეთო, შენ გარეშე ხო? არაფერი, თუ რამე მოყავდა ხოლმე, ისიც გიას. გია აკეთებდა მაგას ყველაფერს. მე შეიძლება მწვანილი ჩამეთესა უბრალოდ აი ესე რომ გაყვები და ჩაყნე. სიო დანარჩენი რავი, მოთოხნა იყო თუ ყველაფერი სარებზე აყვანა ეს პავინდვრისა თუ ყველაფერს აკეთებდა ხოლმე გია. ბახსაც თავიდან გია ამუშავებდა. და ზოგი ახლა არის რომ არა, ახლა განა არ ხალებიც აკეთებენ. კარგია. მე არ შემიძლია გოგოებო. მე არა ვარ ეგეთი. მე რას ვიძახი ჟენაიც. თვითონ ბაღის დამუშავების პრობლემას არ გულისხმობ. რომ სოფელი ჩემი არ არის. ეგ სახალისოა, ხო, ზოგჯერ. ხო, ეგ ერთხელ ვარავდი, უკვე მთვარე იყო ამოსული.
მაშინაც კი სიამოვნებდა და გარეთ სიგრილე რა. ეს ყველაფერი არის კუთშოპი, მაგრამ თვითონ გარკვეულწილად ეგ მუდმივი სიჩუმეც მღლის. სიჩუმე, შენ სამუშაოზე იყავი, ჩვენ ჩაკეტილები ვიყავით, სოფლიდან ეგრე ვერ ირბენ. აქ დაბლა ჩავდივარ და თელი საღამო ისე გადის. ვიღაცა მოვადაჯდება, გაესაუბრები, ისე გადის თელი საღამო ვერ ვიგებ გოგოებო. აი 4 საათი, 5 საათი გადის ხოლმე. დაბლა, მოშთან რო ვარ. ხო და იქ ეგ ყველაფერი დაკავებულია ხალხი და უფრო არასწორია სოფელში რო რაღაცნაირად ურთიერთობები. ეხა წავედით დროებით. ერთ სიტყვით ვისთვის ქალაქი, ვისთვის სოფელი. ვისთვის ქალაქი, ვისთვის სოფელი ორივე კარგია. ხო, როგორ გექნება მოწყობილი იქ რა ვიცი რა ტერიტორიებსაც აქვს მნიშვნელობა სოფელში, ხო გია, ტერიტორიებს რა. ეგ უნდა განსაზღვროთ ძალიან ვიწროთ ცხოვრება სოფელში. სახლის მითქმული სოფელში ეს არის ჩვენი ეგრე იყო. ჩვენ თან როგორ ვიყავით, იცი? მოქცეული ვიყავით ორ სახლს შორის და გასაქანი არ გქონდა არანაირი, იმიტომ რომ იქაც ცოტა ისეთი ბინა რო იყიდო ეხლა ფასი აქვს ხო მე რა სოფელშია დიდი ბინა თუ არის შეიძლება 100,000-იც ყირდეს ხო და 150,000-იც გააჩნია და რაც მოგვივიდა ეხლა ის ვიყიდეთ და ვიყავით ჩამწყდეურები იმათმა ვინც გაიდეს მაგის გულისთვის გაიდეს რომ თორე ცური ბინა ხო იყო რომ გაფართოვდნენ ჩვენ ვიყიდეთ მეტის საშუალება რო არ აქვს ყველაფერი არის საშუალება აქ მიჩევნია მე გოგოებო ერთი სიტყვით რა. ვისაც სად გვიჩევნია იქ ვიცხოვროთ. ხო ეგრეა გია. წარმატებები ყველას. თამამ.